ქართული ოცნება დიდი ბრიტანეთისგან მტკიცებულებებს მოითხოვს, რა საფუძვლი დაასანქცირეს იმედი და პოსტივი. ბრიტანეთის ელჩთან 40 წუთიანი შეხვედრის შემდგომ მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ გარეთ ვორდისგან მას ერთი არგუმენტიც კი არ მოусმენია. თავად ელჩი მედიასთან არ ულაპარაკია, ის საგარეო უწყებაში ქართულმა ოცნებამ დაიბარა. არადა დასანქცირების საფუძველი ლონდონმა თავიდანვე გამარტა. გაერთიანებულ სამეფოში მიიჩნევენ, რომ იმედი და პოსტივი საზოგადოებას ატყუებენ, ანტიუკრაინულ გზავნილებს ავრცელებენ და საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. ნატალი ჯახუტაშვილი გვერდდება ამ თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. ნატალი, გისმენთ. დიახ, მაკა ბოჭორიშვილის უწყებაში დახურული შეხვედრა უკვე დასრულებულია. საგარეო საქმეთა სამინისტრო ცოტა ხნის წინ დატოვა ბრიტანეთის ელჩმა, თუმცა დიპლომატი არ გამოჩენილა მედიასთან, ელჩს არ გაუკეთებია არანაირი განცხადება ჟურნალისტებთან. კომენტარზე გამოვიდა მხოლოდ ოცნების მინისტრი. შესაბამისად ამ შეხვედრის დეტალებზე ინფორმაცია მოვისმინეთ მხოლოდ ერთი მხარისგან. მაკა ბოჭორიშვილი კი ამტკიცებს, რომ დახურულ შეხვედრაზე ელჩმა ვერ წარმოადგინა ვერც ერთი ფაქტი და მტკიცებულება, რითიც დასტურდება, რომ ორი პროპაგანდისტული ქართული ტელეკომპანია სისტემატიურად ავრცელებს დეზინფორმაციას. ცხადია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დასაბუთებული არგუმენტაცია გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებაზე არ ქონოდა ბრიტანეთის ელჩს, იქიდან გამომდინარე, რომ თავად ოფიციალურმა ლონდონმა გამოაქვეყნა ძალიან ვრცელი დოკუმენტი, სადაც დეტალურად არის ახსნა განმარტებები გაკეთებული, თუ რატომ გადადგა ეს უკიდურესი ნაბიჯი დიდმა ბრიტანეთმა და ამ დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველი დეზინფორმაციის გავრცელება დესტაბილიზაციის მიზნით, ასევე ჩამოთვლილია თუ რა სახის ყალბცნობებს ავრცელებს რეგულარულად ეს ორი პროპაგანდისტული არხი უკრაინასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად ისინი ამტკიცებენ მუდმივად, რომ თითქოს უკრაინის მთავრობა არის არალეგიტიმური, ან პრეზიდენტი ზელენსკი არის დასავლეთის მარიონეტი და მოკლედ ძალიან ვრცელი ჩამონათვალია, რის საფუძველზეც მიიღო გაერთიანებულმა სამეფომ ეს გადაწყვეტილება და საქართველოს ისტორიაში პირველად დაასანქცირა ორი ქართული ტელეკომპანია დეზინფორმაციის გავრცელებისთვის და დაადანაშაულა ისინი რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებაში. თუმცა ეს არგუმენტაცია, როგორც ჩანს მაკა ბოჭორიშვილისთვის, საკმარისი არ არის. ის ისევ პროპაგანდისტულ მესიჯ ბოქსებს ახმოვანებდა, აცხადებდა თითქოს ქართული ოცნება ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს და რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილის გუნდი საქართველოს კონსტიტუციის ყველა მუხლს იცავს, მათ შორის 78 მუხლს, არადა 78 მუხლი დეკლარირებულად ქართულმა ოცნებამ ჯერ კიდევ მაშინ დაარღვია, როდესაც ირაკლი კობახიძემ ოფიციალურად შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი. თუმცა მაკა ბოჭორიშვილი მაინც ამტკიცებს, რომ ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს ქართული ოცნება და ასევე მიაჩნია, რომ თავისუფალი მედია ტელეკომპანია იმედი და პოსტივიც. პირდაპირ წერია, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველი გახდა დეზინფორმაციის გავრცელება დესტაბილიზაციის მიზნით, რომელიც გააკეთა ვიღაცამ რაღაცაზე დაყრდნობით. კონკრეტული მაგალითებია მოყვანილი უკრაინასთან დაკავშირებით. რეგულარულად ყალბ ინფორმაციებს ავრცელებენ ეს მედიები. მოცემულია კონკრეტული არგუმენტაცია აქვს ლონდონს, რატომაც მიიღო ეს და ოფიციალური ლონდონის განმარტებები არ მოისმინეთ. მთავრობამ გამოაქვეყნა ეს დოკუმენტი, სადაც წერია კონკრეტულად რა დეზინფორმაცია ვრცელდებოდა ამ ტელევიზიების მეშვეობით. 40 წუთის განმავლობაში მე არ მომისმენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელი გადაწყვეტილებაც მიიღო ლონდონმა. ბრიტანეთის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს თუ გაეცანით, ეს მაინტერესებს, სადაც წერია, რომ დეზინფორმაციას ავრცელებს კონკრეტული მაგალითი. ყველაფერს ვეცნობი აბსოლუტურად, რა საკმარისი რატომ არ არის მაშინ თქვენთვის ეს პასუხი, საკმარისი რატომ არ არის მაშინ თავისუფალი მედია, იმედი და პოსტივი. ჩვენ ყველაზე თავისუფალი მედია ვართ. ცენზურა არ გვაქვს, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა გვაქვს. ქართული ოცნების მიერ კონტროლირებული არხები არ არიან? და მერე ფლეშკები უნდა მოეტანა თუნდაც გამოშვებების სიუჟეტი. თუ კი არსებობს ასეთი, რა ფორმითაც უნდა, იმ ფორმით
შრომით შეუძლია მოგვაწოდოს 21 საუკუნეა და ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს მასალის მოწოდების. მარგარიტა სიმონიანის Russia Today რომ დაასანქცირა ბრიტანეთმა, სწორად მოიქცა თქვენი აზრი? მოკლედ თქვენ მოისმინეთ ახლა მაკა ბოჭორიშვილის პასუხები. ფაქტია რომ ქართული ოცნების ამოცანა წარმოაჩინოს ეს გადაწყვეტილება ლონდონის ისე თითქოს უსამართლო ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ასევე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა რომ კომუნიკაცია გაგრძელდება ოფიციალურ ლონდონთან. არ არის გამორიცხული რომ უახლოეს მომავალში ბრიტანეთის ელჩი ისევ ვიხილოთ ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს შეხვედრა კი დახურულ რეჟიმში დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.